ამერიკის შეერთებული შტატები აზიაში მოკავშირეებს აძლიერებს. ეს სწავლება სამხრეთ კორეაში დაიწყო და ყოველწლიური სამხედრო წვრთნების თავისუფლების ფარის ნაწილს წარმოადგენს. სამხრეთ კორეაში ამერიკას სოლიდური სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავს. ხშირია ერთობლივი სამხედრო მანევრებიც. ამჯერად კი კორეის არმიის მე-7 საინჟირო ბრიგადა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სამხედროებთან ერთად სპეციფიკურ ამოცანებში ჩაერთვნენ. ამფიბიური ოპერაციებისას წვრთნებში მონაწილე სამხედროებმა მდინარეზე ეგრეთ წოდებული პონტონური ანუ მოტივტივე ხიდი ააგეს და წყლის ბარიერის გადალახვაში ივარჯიშეს. დღევანდელი წვრთნა წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის არმიებს შორის ურთიერთობას და ჩვენს კავშირს აძლიერებს. წყლის ბარიერის გადაკვეთა ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ამოცანაა, რომელსაც ერთობლივად ვასრულებთ. დღეს ეს საბრძოლო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში შევასრულეთ. გარდა სამხრეთ კორეაში მანევრებისა, აქტიური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს ინდონეზიაში. ამ სწავლებებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინდონეზიის გარდა 10 სხვა ქვეყნის სამხედროებიც არიან ჩართულნი. მსგავსი წვრთნები ჯაკარტაში 2009 წლიდან ტარდება. მონაწილეთა ჩამონათვალი 2022 წლიდან გაიზარდა. დაემატა ავსტრალია, იაპონია, სინგაპური, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ბრაზილია და სამხრეთ კორეა. რითიც წვრთნებში მონაწილე ჯარისკაცთა რაოდენობა 6500-მდე გაიზარდა. დღევანდელ მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები სულ უფრო რთულდება, ბუნებრივი კატასტროფებიდან კიბერსაფრთხეებამდე, რეგიონული დაძაბულობიდან გლობალურ გაურკვევლობამდე. Super Garuda Shield 2025 არის ერთობლივი წვრთნა, სადაც ჩვენ ერთად ვართ, რათა სწრაფად და ზუსტად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას. ეს წარმოადგენს ერთგულებას, პარტნიორობისადმი ერთგულებას. ერთგულებას თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ ურთიერთპატივისცემის ჭრილში. ეს ნიშნავს ყველა იმ ადამიანის შეკავებას, ვისაც სურს ადგილზე სიტუაციის შეცვლა ძალადობის გზით. ყველა მონაწილეს კოლექტიური მტკიცე გადაწყვეტილება აქვს, დაიცვან სუვერენიტეტის პრინციპები. ინდონეზიაში გამართული წვრთნების გამო ჩინეთმა შეშფოთება გამოთქვა და ამერიკის შეერთებული შტატები აზიური ნატოს შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა. სინგაპურში ბოლო გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეთმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო კავშირებს აძლიერებს.